პოლიტიკოსები, რომლებიც დასაწყისშივე სკეპტიკურად უყურებდნენ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის იდეას, შედეგებზე პასუხისმგებლობას ორგანიზატორებს აკისრებენ, რომლებიც არიან ახლა დაკავებულები ნაციონალურ მოძრაობას პაატა ბურჭულაძესთან და სხვა ორგანიზატორებთან აქვს კონკრეტული შეკითხვები. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ თითოეული კანონდამრღვევი სახელმწიფოსგან მიიღებს მკაცრ პასუხს. ეს ყველაფერი გვერდიდან და თქვენ იცით, რომ ჩვენ არანაირი შეხება არ ქონდა ამ აქციის დაგეგმვასა თუ ორგანიზებაში, გვერდიდან ეს ყველაფერი ჩანს როგორც ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელზეც სამწუხაროდ როგორც ჩანს წამოაგეს შესაბამისად, ასე ვთქვათ, ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ხელისუფლების მცდელობამ, რომ გამოეყენებინათ ეს პროვოკაცია იმისთვის, რომ შეეზღუდათ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი, ეს ვერ შეძლო და ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება. კრება რომ ხიარული დარჩა, მე მგონი ეს წინასწარმეტყველება ამიხდა. ბურჭულაძეს რაც შეეხება, არ ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებით გააკეთა, მაგრამ იმას არ გამორიცხავ, რომ გადააგდონდა ცოტა ხანი მოუწიოს ციხეში ყურყუტი. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაზე მეტად დაჩაგრული ამაში არის ჩემი კოლეგა ბატონი პაატა მანჯგალაძე, რომელიც უბრალოდ ყველას ვინც მას იცნობს, ესმის, რომ არაფერ შუაში არ არის რევოლუციასთან და უბრალოდ გაიშალა. პოლიტიკური პროცესის ერთადერთი ალტერნატივა გახდა ქუჩა, ბუნებრივია ამან მიდუყვანა იმ შედეგებამდე, სადამდეც მივედით. და ამაში პასუხისმგებელი არ არის მხოლოდ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ანუ ოცნება. რამაც გამოიწვია მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია და რამაც გააჩინა მშვიდობიან მოქალაქეებში ჩვენს ათასობით გულანთებულ პატრიოტში მორიგი ნიჰილიზმი და იმედგაცრუება, ამაში პასუხისმგებლობა მიუძღვის როგორც ოცნებას, ასევე ნაციონალურ მოძრაობას. დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების იდეა დამარცხდა. არა მხოლოდ არ შედგა დამხობა და არ შედგა რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება, არამედ იდეა დამარცხდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ 4 ოქტომბერსვე ძალიან ბევრი მათივე მომხრე ლიდერი გაემიჯნა აი ამ პროცესებს. მიხვდნენ რა, რომ ყველა ველზე დამარცხდა ნაცმოძრაობა თავისი ფილიალებით და რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვეუბნებოდით, რომ არ არსებობს ფორმულა, თუ ხალხი მხარს არ გიჭერს, რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ არჩევნებში გაიმარჯვო, 4 ოქტომბერს ეს გამოჩნდა. 61 ხმა მიიღეს პარლამენტში. ალღუ არ ქონდათ. რა ვიცი, აქ ამ თავში ფილტვი ქონდათ თუ ტვინი, რო ვერ მიხვდნენ, რომ პარლამენტში უნდა შემოსულიყვნენ. და გამოეყენებინათ ხელისუფლება პარლამენტის სახით. და არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და დემოკრატიული პროცესის ნაწილი ყოფილიყვნენ. ამას რო ვერ საზურავს ოპოზიცია. ეხლა რატო გვიკვირს, რომ აი ამ ოპოზიციას თავის ლელოიან ნაციონალებიანად რამე უკეთესის მოფიქრება და იმედი შეიძლებოდა, ისევ ფილტვი ქონდა თავში, რა თქმა უნდა და როცა ფილტვი გაქვს თავში ტვინის მაგივრად ყველაფერს ადვილად იჯერებს. ეხლა ვინ რა განცხადებაც არ უნდა აკეთოს, ხო? ეს ერთი ძალადობრივი დაჯგუფება, შეიძლება სხვადასხვა სახელები ერქვათ, მაგრამ ერთი პატრონი ყავთ, ასრულებენ ერთ დავალებას, ზოგი იმ ფორმით, ზოგი ამ ფორმით, საერთო ჯამში ყველა მოძალადეს ჩვენ ვაფრთხილებდით. ამაზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ გაფრთხილება არ მიგვიცია. რაც არ უნდა იყოს, ხო? ჩვენი მოქალაქეები არიან, კარგია, ცუდია, ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. შესაბამისად, ჩვენ როგორც ხელისუფალი ვაფრთხილებდით წინა დღეების განმავლობაში, რომ ვინმემ არ გაბედოთ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა. ვიღაცებმა გადადგეს, ამას მოყვება რეაგირება.